ძვირფასა მორიელებო, ნომბერი თქვენი თვე არის, თქვენი სეზონი არის. ძალიან ხელსაყრელი არის ეს პერიოდი თქვენთვის წარმატების მისაღწევად. ზოგადად დაბადების თვის წინა პერიოდი რთულია ხოლმე ნებისმიერი ადამიანისთვის და ეხლა თქვენ უკვე შეგიძლიათ მოქმედებაზე გადახვიდეთ, ან უბრალოდ პოზიტიური ფიქრებით დაიმუხტოთ და ყველაფერი მატერიალიზდება, რასაც ჩაიფიქრებთ და რასაც ასევე განახორციელებთ. მხოლოდ ფიქრი არა, ქმედებაც საჭიროა ხანდახან. ნახოთ მოდით ორაკული და ეხლა სად არის ჩემი ძვირფასი ლენორმანი სფეროების მიხედვით ნახოთ ნოემბრის პირველი ნახევრის ტენდენციები მორიელებს, ასევე მორიელებს, რომლებსაც თვარეში ყავთ, თვარეყავთ მორიელში უბრალოდ ან აღმავალი ნიშანი, ეგრეთ წოდებული ასცენდენტი. მოდით ნახოთ ზოგადი ენერგია, შემდეგ პირადი ურთიერთობების, სასიყვარულო, რომანტიული, საქმიანი ურთიერთობების სფერო, ფული, აი ეს იყოს და ფულთან დაკავშირებული საკითხები და ჯანმრთელობა. კი ბატონო. აბა ნახოთ ზოგადი ტენდენციები არის რაღაც სისავსე, სიმდიდრე, რაღაც წარმატება, სიუხვე, ესე ვთქვათ. ნახოთ, ეს არის ეგრეთ წოდებული keyword, როგორ არის ქართულად არის, აი ზუსტად რა საოცრება, ზუსტად პენტაკლების 9 მოვიდა. სავსე ქალი, რომელსაც ყველაფერი აქვს და უკვე ფიქრობს რაღა გავაკეთო. მაგრამ შესაძლებელია, რომ მარტო ხელა იყოს ეს ქალი. მოდით ვნახოთ, რაღაც სიტუაციიდან გასვლასაც მიჩვენებენ აქ. თითქოს აი ეს სისავსე არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის. აი ეს ზოგადი, ესე ვთქვათ, ზოგადი განწყობისთვის. ნოემბრის პირველი ნახევარი. მოდით ვნახოთ პირადი ურთიერთობა. მამაკაცი ამოვიდა. ფრთხილად იყავით. ისეთ ვინმეს არ გადაეყაროთ, რომ თქვათ, რომ მაგას ჯობდა, რომ მარტო დარჩენილიყავით, ხო? იმიტომ რომ მორიელები საკმაოდ ეჭვიანი ნიშნები ხართ და მესაკუთრე ნიშნები. ზოგადად რო ვისაუბროთ, ამიტომ ფრთხილად ვიყოთ აქ. ხო, გულის ტკენსაც ნიშნავს ეს არკანი ცხადია. ცოტა ინფანტილურ ადამიანთან არ მოგიხდეთ ურთიერთობა, ამაზე გაფრთხილდით. იცით რაზე გაფრთხილდით? აი მეცხრე ენერგია რას მეუნება, იცით? ბოლომდე არ გასცეთ თქვენი, ნახეთ, დაიტოვეთ რა თქვენთვის. ღირსია, დაამტკიცებს, რომ ღირსია. უღირსია და მაგასაც გამოავლენს და თქვენ, როგორც დიდი ინტუიციის პატრონს, თქვენ ეგ არ გეშლებათ. როგორ მიხვდეთ და როგორ ამოიცნოთ ადამიანები, ხო? ეგ თქვენი ძლიერი მხარეა, ასე რომ ძალიან უგადაყვებით. თლად ნუ მისცემთ ადამიანს ყველაფერს. დაიტოვეთ. ცოტ-ცოტა. რასაც ქვია. სამსახურებრივი ურთიერთობები, მივლინება, კი ბატონო, მივლინება. მოგზაურობა. შორს
შესაძლებელი თქვას შორს. ეს მოგზაურობა თქვენ მოგიტანთ ახალ კონტაქტებს. ბიზნეს კონტაქტებს გულისხმობ და ახალი ნაკადი შემოვა თქვენთან. ან ფინანსური, ან საქმიანი, ხო? საქმიანი ნაცნობობა, ცალსახად შორი გზა. კარგია ეს მომწონს. მომწონს ძალიან. ეს რა იყო? ხო, სამსახური, ფინანსები ჩემთვის. ფინანსებთან, ფულთან დაკავშირებით. ყურადღება მიაქციეთ საბუღალტრო ჩანაწერებს ფულთან დაკავშირებით. გმართებთ სიფრთხილე აქა. ხო. ნოენდობით არენდოთ თანამშრომელს, რომელსაც ან მიაბარეთ ეს ფინანსური საკითხები. და ხო, ბოლომდე ნოენდობით ამ ადამიანს. იმიტომ რომ შესაძლოა ეს თქვენი შრომა და ეს ოსტატობა, ეს აწყობილი საქმე, ხო? შეიძლება რაღაცა წყალში ჩაგეყაროთ, მაგრამ აქ ფულთან დაკავშირებით ძირითადი ენერგია მიჩვენებს, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ცალ-თვალით აკონტროლეთ, მოკლედ რა, თქვენ მაგაში მაგრები ხართ, მორიელეთ. და ბოლოს ჯანმრთელობა. ბრძენის კარტი ამოვიდა. მოусმენთ სხვების აზრს ნავად და ასევე მიმართავთ თვითმკურნალობასაც, სადღაც ზომიერი შუალედი დაიცავით. არც ძალიან გინდათ, თქვათ, მედიკამენტოზური მკურნალობა და რაღაცა გარკვეული ტიპის ჰოლისტური მიდგომა. ხო, იოგა, meditაცია, რელაქსაცია, აი გარკვეული მიჯაჭულობებისგან გათავისუფლდით, რაღაც აი წამალზე თუ ხართ დამოკიდებული მთლად, ან ზოგი არის, ხო? მე ვიცნობ ძალიან ბევრს, რომელიც მაგალითად გვარს არ დავასახელებ და იმ მედიკამენტზე იყო საოცრად დამოკიდებული. აი ვერ გეტყვით ისე, ამის ყველაფრის ტკივილზე იმ მედიკამენტს სვამდათ. ამიტომ არ გინდათ ესა და არც თვითმკურნალობას მიეცეთ, მაგრამ შუალედური, ჰოლისტური ჯანსაღი ცხოვრების წესი და რელაქსი, აი საკუთარი ჯანმრთელობისთვის და სხეულის მოვლის გარკვეული პროცედურები. და რა მინდა ახლა კიდევ რომ თქვა, მიჯაჭულობებით ჯანმრთელობას გირყევთ, იცით რა, რაღაც ობსესიები უბრალოდ. აი ობსესიური ფიქრი რომ შეაჩეროთ, ეს იქნება ჯანმრთელობის მხრივ თქვენთვის ყველაზე სწორი რჩევა ჩემი მხრიდან, თუ გავკადნიერდები და ესე ვიტყვი. და ბოლოს ოცნება ხდება. ირწმუნე საკუთარი თავის. რთული სიტუაციის დასასრული. აი, ძალიან კარგია რა. მართლა ძალიან კაია. მომწონს. მორიელებო, უკვე თქვენ იცით. კარგად გაატარეთ ნოემბერი და მალე შევხვდებით ძვირფასები.